გამარჯობათ მეგობრებო. მოკლედ დღეს 7 აგვისტო არის და მთელი ქვეყანა აწიოკებული არის ახლა ფსევდოპატრიოტიზმის ლოზუნგებით. ადრე 8 აგვისტოს იწყებდნენ და ახლა გადმოუტანიათ ერთი დღით წინ. 7 აგვისტოს დაიწყეს ზეიმი, ამერიკის საელჩო კივის და წივის თურმე და ლოცულობს თურმე მიცვალებულთათვის დაგმობს და მოკლედ მარაზმი არის ქვეყანაში. მე მინდა გულანთებული ადამიანების ხარჯზე შექმნილი ამ აჟიოტაჟის ფონზე მინდა უთხრა ჩემს საზოგადოებას რა. ეს ქვეყანა საქართველო 2008 წლის 8 აგვისტოს ღირსი კი არა, საერთოდ არსებობის ღირსი არა. საერთოდ დღევანდელი ქართული სახელმწიფო არ არის არსებობის ღირსი და დღევანდელი ქართული საზოგადოება, რასაც თქვენ ხედავთ ტელევიზიაში, რასაც თქვენ ხედავთ ეკრანებზე, ეს მას არის მთლიანად გასაწყვეტი. აბსოლუტური უმრავლესობა. აბსოლუტური უმრავლესობა თუ ვინმეს უნდა რომ საქართველოს ისეთი კი არა, რაღაც რაც იყო ჩვენი წინაპრების და როგორი ქვეყანას მოგვიტანეს და ისეთი კი არა. ეს საერთოდ ქვეყანა, სადაც ელემენტარული არსებობა და ცხოვრება შეიძლება. არ არის დღევანდელი საქართველოს, დღევანდელი ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ახლა ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა, ძალიან დიდი ნაწილი არის ამოსაწყვეტი. მე მივედი ამ დასკვნამდე, მე ვამბობ ამას იქედან გამომდინარე, რომ მე ვიცნობ რა საზოგადოებაა საქართველოში და მე კარგად ხედავ რა ხდება. რა ხდებოდა და რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ამოსაწყვეტი არის პირველ რიგში ეს მთელი საქოცეთი, სანაცეთი და მისაყოლებელი არის მასე ყველა ტაშის მკვლელი. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ არ იმსახურებს ეს ქვეყანა და არ იმსახურებს ეს დღევანდელი ქართველი ერი საერთოდ არსებობას და გეტყვით რატო. ახლა მაქსიმალურად ვიკავებ თავს, არ მინდა ეს ლანძღვაგინება და მე მეუბნებიან იგინებიო და აგინებო და ეს მორალურ პასუხისმგებლობას მკიდებენ აქეთ, რომ როგორ შეიძლება თურმე მე ვაგინო ამ ხალხს და როგორ შეიძლება ამათ შევეხო, რომ ის გმირია, ის თურმე რა ვიცი გადამრჩენელია ერის და ასე შემდეგ. მოკლედ გუშინ სასჯელი აღსრულების ესა რა ქვია დაწესებულება დატოვა ქართველი ერის ერთ-ერთმა დაუნდობელმა ჯალათმა, როგორ გითხრათ იცით? ერთად აღებული, ერთად შეკრებილი სააკოვი ბოკერია, ეს მთელი სანაგვერო შეკრიბო ერთად, ეს ჩმორები რო შეკრიბო ვინც არიან გარეთ, მაგრამ ამ მათხოვარ ადამიანში, მარუც მე ამ ადამიანსაც ვერ უწოდებ, ერთად ეს ყველაფერი მარტო შეკრებილი კი არ იყო, ეს ჩამდენი იყო, უშუალოდ შემსრულებელი იყო. საუბარი არის ამ ნაგავზე. ამ ბიომასაზე. ეთყობა ესა რა ქვია კოჰაბიტაციის თუ რა ვიცი ომის წლის თავთან დაკავშირებით, თურმე ეს გმირი ყოფილა, ხო, ეს გმირია რა. ძალიან დიდი ნაწილისთვის ქართულ საზოგადოებაში გაანთავისუფლეს, სასჯელი მოიხადაო კაცო და გამოვიდაო. და მე მინდა გითხრათ ვინ არის ეს ადამიანი. ადამიანი თუ ქვია ამას. ეს არის რომან შამათავა, რომელიც იყო აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების კუდის უფროსი, რომლის კისერზეც არის ათობით მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, 1000 უბედურება თუ შეიძლება თან გაუპატიურება კაცების, რაც საერთოდ ამათ ჩვევიათ. თუ რაიმე უბედურება შეიძლება მოიხარშოს ადამიანის თავში, ყველაფერი ამის შემსრულებელი. ეს არის არსება, რომელმაც საკუთარ ხალხს, ჩვეულებრივ უბრალოდ არჩევნებზე მიმავალ ხალხს
ტერაქტი მოუწყო. უიარაღო ხალხს თავს დაესხა. დაცხრილა ქალები, ბავშვები, მოხუცები, ესენი აფხაზეთის საზღვარზე. ეს არის ნაგავი. ეს გეუბნებით მე ღია დანაშაულებები, რაც ოფიციალურად ამომჟღავნებულია და დადასტურებულია. ეს არის ნაგავი, რომელმაც დავით ცინდელიანი, ბიჭი, რომელიც სატყეო რეინჯერად მსახურობდა და 2008 წლის ომის დროს სულ შემთხვევით შეხვდა იმაზე, რა ქვია, როდესაც დატოვეს კოდორი და გამოიქცნენ ეს სააკაშვილის გენერლები კოდორიდან და უთხრა რომ თქვენ შობელძაღლებო, ჯერ ხალხი მაინც გამოგეშვათ, მე მაინც გამოქცეულიყავით. ამ ბიჭს შეიპყრეს ეს ბიჭი, დააბრალეს სამშობლოს ღალატი. ტყვია დააჭედა შუბლში. ქვა მოკიდა ფეხზე და ზღვაში ჩააგდო თევზების აჯიჯგნად. ასევე მეორე, პატა შამათავა. ისიც ქართველი ბიჭი, დაზვერვის სამსახურში მომუშავე, რომელმაც ყველაფერი კარგად იცოდა რა მოხდა 2008 წლის ომის დროს, აფხაზეთის მიმართულებაზე როგორ გაყიდეს, როგორ ჩააბარეს, შეიპყრეს, გაიყვანეს ზღვაში, დააჭედეს ტყვია შუბში და ჩააგდეს ზღვაში თევზების აჯიჯგნად. ეს მეორე აღიარებული, დადასტურებული ფაქტები. მე არ გეუბნებით ახლა იმას იქ რაც ხდებოდა. არ ვამბობ მე ამაზე არ ამაქვს ლაპარაკი. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ბრძანებით, რა თქმა უნდა, ამათი ბრძანებით, კეზერაშვილის ამათი ბრძანებით ეს ყველაფერი შეასრულა, ეს არის დადასტურებული ფაქტი, ჩვეულებრივად ბრალი წაყენებული, დადასტურებული ფაქტი, ეს მინიმუმ ეს 3 დანაშაული, რომელი დანაშაულშიც ეს ცხოველი უშუალოდ ასრულებდა სააკაშვილის დავალებას. ქოცებმა 2013 წელს დაიჭირეს ეთყობა ძალიან დიდად ეშინოდათ იმისი, რომ ჩვენ არ მოგვიბრუნდესო აქეთო და ამ დანაშაულებების გამო მიუსაჯეს 16 წელიწადი და გაუნახევრეს მე ეს რა ქვია სროკი, ასე რომ ვთქვათ, აი ამ ორ მკვლელობაზე, ხეცურ მკვლელობაზე. მიწას რო არ აღირსა ხალხს, რას ერჩოდა იმ ხალხს, ხო? მოკიდეს და ჩააგდეს ზღვაში თევზების აჯიჯგნად. ერთი ირმაინაშვილის დედა შევეცი და ილია ჩაჩიბაიასი ზემოდან რა, ერთი წუთი რა. მაგათ დედას შევეცი მე. მაგათი მოღალატე დედა მოვტყან თავიანთ ამაღლობელთან ერთად. თუ შეიძლება რა მაცალით ერთი წუთი რა. აი ეს დანაშაულებები შეუფასეს, მანამდე ის ტერაქტი 4 წლად შეუფასეს საკუთარ ხალხთან, ხალხის წინაშე ჩადენილი ტერაქტი, საკუთარი ერის წინაშე ჩადენილი ტერაქტი. ესენი შეუფასეს ეს ორი კაცის მკვლელობა 16 წლად და ის შეფასებული დანაშაული 16 წლით შეფასებული დანაშაული გაუყვეს შუაზე კიდე 8 წელიწადი და ჩასვეს ციხეში, სადაც თმის ღერი არ ჩამოარდნილა, ხელის გულზე ყავდათ და აი ახლა აგერ გუშინ გამოუშვეს ციხიდან და გამოვიდა როგორც გმირი, თურმე რუსების რისხვა, თურმე ეს ყოფილა ვინც ყოფილა თურმე მეორე გიორგი სააკაძე და მიდის ერთი ჟივილხივილი და ტაშპანდური რა, მაგრამ ეს კოჰაბიტაციის სურნელმა წყალი თავის დროზე იქიდან გამომდინარე გადაასხა, რომ ხოცებმა როდესაც მიიღეს ეგრეთ წოდებული ამინისტიის მუხლი, ამ ამინისტიის მუხლში სპეციალურად იყო ჩადებული ესეთი რამეები, რომ როდესაც დაიჭერდნენ ნაცებს, იმათთვის მერე სასჯელები გაენახევრებიათ და გამოეშვათ, თორე ამან შეეძლო სხვანაირი ამინისტია შეექმნათ. ესენი არც რეჟიმის გასამართლებას აპირებდნენ და რაც დანაშაულებები იყო ღია ჩადენილი, არც იმის მოხდას, არც იმის შესაბამის სასჯელს არ უზღავდნენ, არ აპირებდნენ მისღვას და რასაც მიუზღავდნენ კიდე ისინი რომ გამოეშვათ. და ახლა უნდა ნახოთ თქვენ როგორი ტაშფანდურით ამ არსებას დახვდნენ ეს ღიად ეს ანი წითლიძე არის, რომელიც თავისუფალია, ჩვენი დროის გმირია, ეს ნაგავი.
თურმე ჩვენი დროის გმირი ყოფილა, აგერ ეს ყვირის, წივის, კივის მის გვერდზე გმირი ყოფილა, აგერ ნანულა, აქვია ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გვერდზე წერს, რომ გმირიო მარტო მკვდარი უნდა იყოსო, კაცო არ შეიძლებაო ცოცხალი რო იყოსო. და აი გმირიო და რუსების რისხვა გამოვიდაო, თურმე გარბიან რუსები, ახლა ამის გაუგიათ თურმე ამის გამოსვლა და რუსები გარბიან, თურმე შეიძლება მოსკოვს გაცდენ სირბილით. აი ეს ცნობილი რომელსაც რა ვიცი ამას ჟურნალისტი ქვია, ხო, ჟურნალისტი ქვია საქართველოში. ამის ძმად ნაფიცი ყოფილა, ესა რა ქვია, შაბათავა. ეგრეთ წოდებული ჟურნალისტის, ცნობილი ჟურნალისტის, რომელიც მეხია დღეს, რომელიც სიტყვასაც ფასობს და გამოსულა აი რუსების, ესე იგი, ამანადგურებელი და ამის ძმადნაფიცი, მათი გმირი. გასაგებია, ხო? ამათი რეაქცია გასაგები, მაგრამ თქვენ უნდა შეხვიდეთ ამათ კომენტარებში. ამათ გვერდებზე უნდა შეხვიდეთ კომენტარებში და უნდა წაიკითხოთ ათასობით ნაგავი რას წერს, როგორ წერს, გილოცავდა, აი გმირი გამოვიდა და აი ღმერთმა დალოცოს და აი ასე და აი ეს. ხო და ჩემო კარგებო, მე გეტყვით ერთ რაღაცას რა. აი არ მინდა ლანძღვაგინების გარეშე მინდა ძლივს ვიკავებ თავს. ასეთი ქვეყანა, ასეთი საზოგადოება, ასეთი ერი, მე გეუბნებთ არ არის არსებობის ღირსი. არ არის ეს ერი არსებობის ღირსი. და გაჩუმებული არიან ყველა ქოცებმა რა ქნან, მათ დაიჭირეს, მიუსაჯეს, გაასამართლეს, მოიხადა სასჯელი და გამოვიდა გარეთ. გულისამრევი კიდე იცით რა არის? აი ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, რომელსაც აი ეს დედარძე მოწყნული წულუკიანი სუბარი და მთელი ის სანაგვე მართავდა. და მინიშნებულიც არის აქ ისე დასრულდა ეს კომისია, არც ადეიშვილი და ფორმალურად არ დაუბარებიათ კითხვაზე. არც მერაბიშვილი, არც სააკაშვილი, არც ბოკერია საერთოდ წედება არ შეიძლება. რატომ ამბობ ამას იცით? ეს ხო ერთი მკვლელების და უბედურების და მათი მფარველობა და შეწყალება და ამინისტირება და გამოშვება, ეს ხო ერთი საკითხია რა. მეორე საკითხი რა არის, იცით? აი ამ კომისიაზე მოწვეული ყავდათ დათო ცინდელიანის გაუბედურებული დედა. არა დიდი ხანი რა, ერთი თვის ამბავია დაახლოებით. დავდებ ჩემს გვერდზე, მე ამ YouTube-ის არხზე დავდებ აი ამ დაკითხვის ჩანაწერებს, სადაც ამ გაუბედურებულ ადამიანს კითხავდა ეს ჯელტმენები, ქოცი ჯელტმენები. ყავდათ ასევე ქარდავას შვილი მოწვეული. უსმინეს ამ ყველაფერს, აი რა სისხლიანი რეჟიმი ტარდებოდა და არ გასულა ერთი თვე არ გასულა. იმ ამბიდან და მკვლელსაც გააჩნია კაცმა, შეიძლება კაცი მოკლას რაღაცის ნიადაგზე, აფექტის მდგომარეობაში ჩავარდეს და თუმცა კაცის მკვლელობას არ ამართლებს ეგ, რომ აღიზიანდი და მოკალი, კი გასაგებია, კანონი არ ამართლებს, მაგრამ ბიჭო, საკუთარი ერის კანიბალი, საკუთარი ერის ჯალათი. თქვენ ახლა წარმოგიდგენიათ ჩიკატილო რო ყოლოდა ვინმეს დაჭერილი და ამინისტია შეეხო და გამოეშვათ გარეთ. და აი ამ გაუბედურებულ ოჯახებს ის არ აკლდათ, რომ შვილები მოუკლეს, სხვაში გადაუყარეს, ელემენტარულად საფლავზე ვერ მიდიან, კვერცხს ვერ აგორებენ, სანთელს ვერ ანთებენ, მიცვალებული სადაყავთ რო არ იციან, თევზების საჯიჯგნად რო ჩაგდებული. დაიბარეს, გაახსენეს კიდე ერთხელ ეს უბედურება
ამაზე პოლიტიკა აგეს, აი ამ დედარძე მოტყნობა. ჯერ წულუკიანის დედას შევეცი, სუბარო შენ დედა, თქვი სვანები მაინც არ იყოთ, თქვენი დედას შევეცი, თქვენი სამართლით გაგასამართლოთ უფალმა ადრე თუ გვიან, თქვენი დამპალი ჯიჯილაგიანად თქვენ მოგიტყანთ, მკვდარი და ცოცხალი და თქვენი ქოცობას მოუტყანთ, გამზდელი და კარგის მთქმელი, თქვენზე კაის მთქმელის დედა შევეცი, თქვენი ბიძინა ივანიშვილიანად. გამოდით ახლა და მითხარით, რომ მე ამაში ვარ მტყვანი. მითხარით, რომ მე თურმე როგორ ვბედავ, როგორ ვაგინებ აი ამ ძვირფას ადამიანებს, აი ამ მაგარ ადამიანებს. ამ საქართველოს გადამრჩელებს, საქართველოს სინდის ნამუსს. აი ამ დედარძე მოტყნულებს მე როგორ ვაგინებ. დაცინეს ამ ხალხს. ჩააფურთხეს სულში. და ახლა მაინტერესებს ერთი ახლა თუ აქვთ ამ ხალხს ახლა მორალი რო არ აქვთ ხო, მაგრამ რას უნდა გრძნობდეს? ქარდავას შვილი, რას უნდა გრძნობდეს? ცინდელიანის გამწარებული დედა და ეს გამწარებული ხალხი. რას უნდა გრძნობდეს? და ბიჭო, ეს ხალხი, რომელიც გუშინ წინ ძალადობას გმობდა, რამო სატანია ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით ელდარ კურტანიძის საქმე. აი რამო სატანი არის, ხო არის. მაგრამ აი ეს ნაგავი ხალხი, რომელიც გუშინ რო კითხო ქალზე ძალადობას რო გმობდა. ყოლელს, სისხლის მსმელს, 1000 უბედურების ჩამდენს, გმირად აღიარებს, ტაშფანდურს ატარებს. და თქვენ მეუბნებით, რომ ასეთი საზოგადოება და ასეთი საქართველო არსებობის ღირსი არის და ასეთი ერი რაიმეს იმსახურებს. მე მართლა გეუბნებით, თითოეული ჩვენთაგანზე გეუბნებით. აი ამ დამპალ საზოგადოებას აქ არსებობის უფლება საერთოდ. არა მე თქვენ გეკითხებით, რომელიც მე მამტყუნებთ ამ ყველაფერში და ამბობთ, რომ რა ყველას როგორ აგინებ. ბიჭო, ასეთ საქმეებს ჩამოგითვლით ასობით ჩამოგითვლით ასეთ საქმეებს, როდესაც დედამოტყნულმა ივანიშვილმა და დედამოტყნულმა ქოცობამ 100 ჯერ ჩააფურთხა სულში ქართველ ერს. და ამას ხალხი ჩვეულებ, კარგი, ქოცები ესენი არიან, ნუ გასაგებია რომ ქოციას დედამოტყნულია. რომ აი ესე იქცევა, იწყალებს, ჯერ ქოცის ფენომენი არის რა. ჯერ აფინანსოს სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, მერე ჩაუდგეს ოპოზიციაში, გამოიყვანოს ხელისუფლებიდან, მერე გადაეფაროს კრუხად, გამოაცხადოს კოჰაბიტაცია, მკვლელები, ჯალათები, უბედური ხალხი ყველა შეიწყალოს, გამოუშვას და გარეთ იყოს. და მთავარი მოღალატე და მთავარი უბედური, რომელიც ახლა ოფიციალური სახე იყო იმ რეჟიმის, ეგერ ყავდეს ვივამეთში წამოპლაკული და ხან ერთი ბოზი შედიოდეს, ხან მეორე ბოზი შედიოდეს და ვერ ხედავდეს დანაშაულს ვერც ადეიშვილში, ვერც იმაში პოკერიაში და ვერც კომისიაზეც არ დაიბარო. ახლა მე გამოხვალთ ვინმე და ამის გამო რომ მე შევაგინებ აი ამ რეჟიმს, გამწარებული ადამიანი, კიდე თქვენი დედას შევეცი, ვინც მე მაგინებთ, ბიჭო. და ვინც მე მლანძღავთ იმის გამო რომ მე ეს პოზიცია გამაჩნია და ყველას დედას შევეცი. მე არ ვამბობ რომ ჩემი აზრია აქ თავარი. აქ არის დანაშაული, მომხდარი ერის მიმართ. ღალატი ტერიტორიების გაყიდვით, ქართველი ერის ხოცვით, გამწარებით უსასტიკესი დანაშაული არის, რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. და მე ყველა იმ ქართველის დედას შევეცი და იმ ადამიანის დედას შევეცი, ვინც ამას გაამართლებს. აქ არაა საერთოდ ეროვნებაზე, არაა სარწმუნოებაზე, არაფერზე არაა საქმე. და მე თქვენ გინდათ, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს და იმსახურებს ეს ერი გადარჩენას. იმსახურებს ეს სახელმწიფო საერთოდ არსებობას. და ახლა ვინმე რო გამოვა და აქ მე კანონზე და სამართალზე დამიწყებს ლაპარაკს, რომ თურმე სახელმწიფო კანონით მოიქცა. რა ექნა? სასამართლო თავისუფალია. 16 წლის მეტი ვერ მოიფიქრა და ისიც გაუყო შვაზე და 8 წელი გამოუტანა. რა ქნას სახელმწიფო? ამინისტია ქონდა გამოცხადებული. გამოუშვა. რა შვაშია, ბიძინა რა შვაშია, ოცნება რა შვაშია. აბა მე ვარ შვაში, თქვენი დედა შევეცი?
როგორ არ მეწოდება ეს ქვეყანა, იცი? როგორ არ მეწოდება ეს ხალხი არაფრისთვის? თქვენ აი საერთო ჯამში აი ვინც თუნდაც ის ადამიანები რა რომ გამოდიხართ აქ და რომ მოთქვამ ხართ და ვაიმე ვისვენდო ვაიმე რომელი პარტიას დაუდგე გვერდი თქვენ ბიჭო თქვენ ვარესი ნაგავი ხალხი ხართ კარგი იქეთ გადაშენდა კოცი იქეთ გადაშენდა ნაცი ხო არის დარჩენილი შუაში გაკრეფილი ხო არის ადამიანი რომელიც არც ნაცია არც კოცია არც არავინ არა კიდევ გამოვიდა პოლიტიკაზე გელაპარაკება და კიდე რამეზე გელაპარაკება ამას ჭირდება აი ამათ ჭირდება დამხობა ჩამოთრევა კოჰაბიტატორს და კოჰაბიტირებულს კედელთან მიყენება დახვრეტა სამშობლოს მოღალატეებად გამოცხადება დახვრეტა ტრიბუნალი ერის წინაშე და ამის შემდეგ შეიძლება რაღაცა დადგეს გამოდით ახლა რომელიმემ და მითხარით თქვენი დედას შევეცი მე მითხარით რომ ეს ასე არა მაგრამ არ გახსოვთ კაცო როგორც სუბარს აღარ ახსოვს აღარაფერი რა უნდა ახსოვდეს მაგის დედა შევეცი მე დავარი სოროსელი დედა მოწყნული იყო გადაგვარებული ურჯულო უჯიშო ურჯულო რა მნიშვნელობა აქვს რომელი კუთხის შვილია სამარცხვინო სვანი თქვენ სვანობა კი თქვენი ადამიანობა მოვთხრა წულუკიანოში ძუყნაში კახპაში აი არ ვიცი რა სახელი არ მაფიქრდება რა შენც ხო შენი დედა შევეცი იქეთ ანახ და გუშინ წინ აგერ დედამისი გეჯდათ ბიჭო წინ და ვაიმე და ეს როგორ მოხდა და ნაცობა აღარ მობრუნდება რას მობრუნებული არ არიან აგერ ყველა ჯერ ერთი როდემდე უნდა აჯოვათ თავზე მთელ ერს როდემდე უნდა აფურთხოთ ქართველ ერს სულში ბოლომდე როდემდე უნდა უყურო ამ ყველაფერს ბიჭო და ამას შეხედავ ადამიანი გამწარებული ადამიანი რომელსაც რაღაცა სამშობლოს სიყვარულზეც არაა ლაპარაკი სამშობლოს სიყვარულზე ბიჭო ელემენტარული ადამიანობა აღარ არსებობს თქვენი არა ადამიანი დედას შევეცი მე და ასეთი საზოგადოება როგორც არც ნაცია როგორც არც კოცია. აი ის ხო არის, რა ქვია, ეს ნეიტრალური საზოგადოება, რომელიც არც ნაცია და თქვენ სადა ხართ? ზიხართ და უყურებთ Facebook-ებს და ელოდებით, რომ იქ ვიღაცა დაიძახებს, აქცია ჩატარდება, მივალ გავაპროტესტებ წავალ სახლში. ამიტომ ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. მე დიდი ხანია ჩავიქნიე ხელი მაგაზე, რომ ამ ქვეყანას უსისხლოდ უომრად უბედურების გარეშე რაიმე ეშველოს, არც უნდა ეშველოს, ჩემი დამოკიდებულება არის, რომ აი ესეთი საზოგადოება არ იმსახურებს ოკუპაცია და რუსული დაპყრობა და თურქული დაპყრობა და რაღაცა კი არა ბჭოლის. მე თვითონ ქართველი ვამბობ ამას. აი ესეთი ფორმირების სახელმწიფო, რასაც ესენი სახელმწიფოს ეძახიან. ესეთი სამართლის მქონე სახელმწიფო, ესეთი საზოგადოება. არ არის ეს საზოგადოება არსებობის ღირსი. არ არის. ევროკავშირი, ნატო, რუსეთი. ბიჭო, ამას კიმ ჩენ ინის. ჭრდილო კორეა თუ არ ჯობდეს, აი უკანასკნელი კაცი ვიყო თუ ამას ალალი გულით არ ვამბობდი. აი ესეთ აყაროლებულ საზოგადოებას. და რაღაცა სიტყვი და შენ მოგადგებიან აქეთ რომ შენ როგორ შეიგინე როგორ იგინები შენ აბა გაქცეული ხარ იქ ხარ ჩამოდი და ვის დაუდგე გვერდით ასეთი ხალხი გვერდით დგომის კი არა გაწყვეტის ღირსია ამოწყვეტის ღირსია ახლა ნახეთ აგერ გახსნელია უკვე ახლა დაიწყება ნიანგის ცრემლების ღრა 2008 წლის აგვისტოში როგორ დაგვესხა რუსეთი თავს ვინ დაიწყო ომი დიდება გმირები არ კვდებიან მთელი ეს საბოზეთი ერთი მხრიდან მეორე მხრიდან მესამე მხრიდან მივა ახლა მემორიალებზე გადმოყრია ნიანგის ცრემლებს წავა აი მან ეს თქვა მოგიტყან მკვდარი და ცოცხალი თქვენი დედა შევეცინაციან კოციან შინდისის ბრძოლას გაიხსენებენ. არ ვიცი ძმაო, არ ვიცი. საი ყველაფერს მოელი ხო ადამიანი.
ყველაფერს მოელი, რომ რაღაცა შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში ისეთია და მით უმეტეს საქართველოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით, რაც ახლა ივანიშვილმა და ქოცებმა დათესეს და რასაც მიაჩვიეს ერი და რასაც მიაჩვიეს ხალხი, რომ ყველაფერი შეიძლება მაგათ გაუვიდეთ. ბიჭო, გიჩნდება მე ადამიანს უბრალოდ პროტესტი კი არა, საერთოდ არ ვიცი მე ამას რა ქვია. აი ახლა ერთადერთი გამოსავალი, აი დაღდა თუ ამბობ ამას, ადრეც ამაზრზე ვიყავი, იმიტომ რომ ხედავდი ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. მე მინდა ყველას უთხრა რა, ის რჩევებს რომ ეკითხებიან, რომ ეს როგორ უნდა მოხდეს, ის უნდა როგორ უნდა მოხდეს. მე ვამბობ აი პირდაპირ თუ ვინმეს უნდა საქართველოში აი იმ ხალხს მინდა უთხრა, რომლებიც აი სამართალს და სასამართლოს და რაღაცის იმედად არიან. არ გქონდეთ ხალხო არავის და არაფრის იმედი. გადაყარეთ ეს ყველაფერი იმედები, ეს ფიქრები, ეს ყველაფერი. თუ ვინმე თვლით საქართველოში სამართალი რომ აღდგეს და სამართალი რომ დადგეს, ძალიან ცუდი რაღაცა მინდა ვთქვა. მაგრამ აი ის რაც ხდება, მე ვეუბნები ყველას. დაანებეთ თავი ამ სასამართლოებში სირბილს და პროკურატურაში და აღადგინეთ სამართალი თქვენი ხელით. თქვენი ხელით ის რაც მიგაჩნიათ სწორად, რაც იყო ძველი ქართული წესი და როგორიც იყო ეს სისხლის აღება იქნებოდა თუ რა იქნებოდა, ყველა უნდა მოიქცეს იმის და შესაბამისად. მე გეუბნებით ამას. სხვა გამოსავალი არ არსებობს ამ ქვეყანაში. ახლა ამას თავისი ვაშკაცობა ჭირდება და გამბედაობა ჭირდება და აუმარჯოს მართლა ვინც გაბედავს და გაბედავს, ვინც ვერ გაბედავს და შეირჩევს და იქნება ასე და იცხოვრებს მერე სულში ჩაფურთხებული. სხვა არაფერი არაა დარჩენილი ამ ქვეყანაში. კბილის წინ სისხლი არა, რომელ ქრისტიანობაზე ლაპარაკობთ ვიდეო. რომელ ქრისტიანობაზე ლაპარაკობთ. გამოვა ახლა ეთქობა რომელიღაც არ ხვდელს რო კითხოთ ეს. ოინანი ალბათ იმ 12 წლის მანძილზე ციხეში და მონანიებული გამოვიდა და ღმერთმა მიუტეოს. ახლა გამოხვალ დიდი ქრისტიანები, ხო? ამის თქმა როგორ შეიძლება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ რა, შავით თეთრზე დაწერილი კანონი, რომელიც შექმნეს ამ ქვეყანაში, აი ასე. კულელები, ჯალათები, მოღალატეები, კანიბალები, სისხლის მსმელები. აი ეს ხალხი აი ასეთი კანონით არიან. დააშავა სააკაშვილმა გაყიდა სამშობლო. მე რა მოხდა კაცო ეგერ ვივამეთში არის. და საერს უყურებენ. დააშავა ახალაიებმა ხო იჯდა ციხეში კაცო ხო გამოვიდა. დააშავა მერაბიშვილმა ხო გამოვიდა. დააშავა შამათავამ ხო იჯდა ციხეში ხო გამოვიდა. რა გინდა შენ აბა მე. აი ასე მუშაობს საქართველოში. აი პრაქტიკაში ასე მუშაობს ეს კანონი. პრაქტიკაში ასე მუშაობს ქართული სამართალი. ამ ყველაფრის ერთადერთი გამოსავალი არის. ყველა იმ ადამიანმა, რომელმა ადამიანმაც ნახა სიმწარე, ნახა უბედურება, ნახა გამწარება, ან თუნდაც მისმა შვილებმა, ყველამ თვითონ უნდა აღადგინოს სამართალი. დამთავრდა. არ არსებობს. მე გეუბნებით, არაა სხვა გამოსავალი აქ. დაანებეთ თავი ამ გადაყარეთ ეს აზრები ამოიყარეთ თავიდან, დაანებეთ სამართლის მოლოდინს, სამართალი ის რაც არის, აი ის არის და მე გეუბნებით, ასეთი სამართლის სახელმწიფო, ასეთი სამართლის ქვეყანა არ არის არსებობის ღირსი. და არც ასეთი საზოგადოება არ არის არსებობის ღირსი, რომელიც ამას ითმენს. მეტი როგორ უნდა დაგაჯოვან თავზე. აი ელემენტარულს გეუბნებით რა. ეგერ გიზით სააკაშვილი. ეგერ გიზით მერაბიშვილი. ეგერ გიზით თელი ნაცმოძრაობა, აგერ გიზით თელი ჯალათები. მეტი რა უნდა გაგიკეთო ბიჭო? მეტი რა უნდა გიქნა?
9-ჯერ შეკპირდნენ, 10-ჯერ შეკპირდნენ, 20-ჯერ შეკპირდნენ. ავკრძალავთ, დავსჯით, ტრიბუნალს მოვაწყობთ. აი ასე ტრიბუნალებს აწყობენ. ხალხი გადაქცეული არის სერიალებად. ქვეყნის უბედურების ეს უბედურება მოხდა, ხომ რა მოხდა, კაცო? აი ახლა დასჯიან, გეიგე გამოუშვეს. თურმე შეუწყალებია. ხედავთ მზია ამაღლობელი არის, მზია ამაღლობელს იჭერენ. არა, ეს ქვეყანა არსებობის ღირსი. და ნამდვილად არ მეწოდება. რა დამოუკიდებლობა, რას შეეწირა ეს ხალხი? რომელ საქართველოს დამოუკიდებლობა შეეწირა? ეს ხალხი შეეწირა 2008 წლის ომში იმას, რომ საქართველო გადარჩენილიყო. ნეტა საერთოდ განადგურებულიყო მაშინ როგორც სახელმწიფო. იმიტომ რომ ქვეყანა დარჩა აი ამათ. კვლელებს, ჯალათებს, მოღალატეებს, ათასუბედურებს. და მის მერე რაღაცნაირად პარტიზანული ბრძოლით ან რაღაცით გამოვიდოდით, ვინც დარჩებოდა ჯანსაღი ნაწილი და რაღაცნაირად ჩამოიწმენდათ. სისხლი იქნებოდა ჩამოწმენდი. ასეთი საქართველოსთვის იბრძოდნენ ის ხალხი? ასეთი საქართველოსთვის დაყვარეს სისხლი? შამათავების და იმის რა ქვია, სააკაშვილების და ივანიშვილების და იმის რა ქვია, ამათი ნაცების და კოცების საქართველოს შეეწირენ ისინი? და მე გეუბნებით რომ ამას შეეწირენ. ისინი არ შეწირულან სამშობლოს. მე გეუბნებით ამას პირდაპირ. იმიტომ რომ ეს სამშობლო არ არის. არ არის ეს სამშობლო და ასეთი საქართველო კიდევ ერთხელ გეუბნებით, არსებობის ღირსი არ არის საერთოდ. საერთოდ არ მეწოდება თუ განადგურდება. ერთი წამი განცდა არ ამათ დარჩენილი. არ გეშინოდეთო კრებისო, იმიტომ დიდი შეიძლება მოკლანო. არ გეშინოდეთო მეგობრებისო, დიდი გიღალატონო. გეშინოდეთო აი იმ ადამიანებისო, რომლებიცო ესე ყველაფერს აი ეს ზერელეთ ეკიდებიანო, რადგან მათი დუმილის მეშვეობითო ხდება ყველაფერი უბედურება რაც ხდება. რომელი გული გასკდა, აი სადღაა გული ამ ქვეყანაში ვინმეს გული დარჩა. და მე უკვირთ ვიღაცას რომ აქ ქვეყნიდან ხალხი გარბის. ეს დადუმებული, ეს დაცები არ მობრუნდნენ. აგერ რა გამოუშვენ ეთყობა იმისთვის, რა ქვია, ტერორისთვის. არჩევნები მოდის ახლა და შამათავა გარეთაა და შეიძლება მობრუნდეს თუ თქვენ ბიძინა ივანიშვილს არ აირჩევთ. თუ თქვენ 41-ს არ მოხაზავთ, უეჭველი შამათავა მოვა ხელისუფლებაში. უეჭველი სხვა ნაციონალები მოვლიან ხელისუფლებაში. ბოკერია მობრუნდება. სხვები გამოვლიან კიდე და მიშას გამოიყვანენ და აქ ქვეყანა მიშას დაბრუნების კი არა, ყველაფრის ღირსია. მართლა გეუბნებით რა. აი მართლა გეუბნებით. ეს ხალხი ყველაფრის ღირსია. აი ნაღდათ მიშას ღირსია. აი გუშინ დამიწერა ვიღაცამ კომენტარებში. დიდი ხანი ვიფიქრეო და ერთ ასკლამდე მივედიო რომ მიშა უნდა გამოუშვან გარეთ. გარეთ კი არ უნდა გამოუშვან მიშა. აი იქ უნდა დააბრუნონ ზევით, სადაც იყო იგივე ძალაუფლება უნდა მიცემ და რაც ცოცხი და დუბინკა დააკლო ამ ხალხს, აი ის უნდა დაუმატონ კიდე, იმიტომ რომ არ ყოფილა მიშას ცოცხი და დუბინკა და საწამებელი ესა რა ქვია მეთოდები საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი გამოფხიზლებულიყო. იმიტომ ხალხი რო ამას შეირჩენს, ხალხი რო ამას შეჭამს და კიდე იმის ჩამორით და შიშით იცხოვრებს, რომ ვაი და ეს ხალხი გამოვა და კიდე არ მომიბრუნდეს, უნდა წავიდე და არჩევნებში ხმაოცნებას უნდა მივცეო. ესეთი ხალხი მიშას ღირსი არის, აი როგორი ღირსია, იცი? თან როგორ იცით? კაციშვილი ქოც არ უნდა შეეხოს. არც ერთი ქოცი არ უნდა იქნას დასჯილი. მე გეუბნებით იმას, რა ქვია, ზევით ვინც არიან ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ბანდა ივანიშვილის. აი ქვემოთ რო ხართ, აი პარტიებში და ქუჩებში რო დარბიხართ და ბიზნესზე რო ლოცულობ და ღმერთმა და აი ასეთ ხალხს მიშა უნდა გამოვიდეს. დუბინგა კი არა, გახურებული ლომი უნდა გაგიყარონ ტრაქში. ნუ პირში ამოგივიდეთ.
აი ამის ღირსი. და მე ვამბობ ამას ყოველგვარი ემოციების გარეშე. ეს საზოგადოება არ არსებობის ღირსი. ამოჭერით ახლა ეს ვიდეოები და სადაც გინდათ იქ გადააზიარეთ და ასე ქენით და ისე ქენით, სულ ფეხებზე მგიბია. ხო. ქალბატონო, აქ სულიერებაზეც არ არის საქმე. რომელ სულიერებას თხოვთ თქვენ? ჩიკატილოს შემწყალებელი სულიერებაზე არის ლაპარაკი. სიტყვაზე ვამბობ რა, ქართველი ჩიკატილოს. არ მეწოდება არავინ. ყველა ამის ღირსია. უარესი უბედურება უნდა მოხდეს. უარესი, ეს არაფერია რაც ხდება. არ იმსახურებს ეს ხალხი, არა. არ იმსახურებს. ამიტომ აი ერთს მართლა ვთხოვდი უფალს რა. აი ისეთი დიდი უბედურება დატრიალდებოდეს საქართველოში, რომ აი ამ ხალხს გაეგოს ის ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობ. თუ ჯერ გაგება ვინმეს არ უნდა. ცოცხლად გეჭამოთ ერთმანეთის ხორცი. ნაცებსაც, ქოცებსაც და ის შუაში სტები რო ხარ, კიდე არც იქეთ რო არა ხართ და არც აქეთ რო არა ხართ რა. აი ცოცხლად გეჭამოთ ერთმანეთის ხორცი. აი მართლა რო სისხლით ხარ ქართველი, მართლა რო შენი სამშობლოა და მართლა რო ამას ვერაფერს ვერ უზამ მთელი შენი ცხოვრება. ვერაფერს ვერ უზამ. აი ვერაფერს ვერ უზამ, ვერ შეიცვლი ეროვნებას. თორა აი ასეთი საზოგადოების და ასეთი ქვეყნის შვილობა ცხოვრებას ზედმეტია ლაპარაკი. ცხოვრებას მე არ ვლაპარაკობ, რომ იქ იცხოვრო. იქ იცხოვრო, ამას ლაპარაკი ზედმეტია კაცო. უბრალოდ რო იცი რომ ამ ქვეყნიდან ახარ. როგორც არის დღეს შენი ქვეყანა. ისეთი კი არა, როგორც ჩვენს გონებაში და აზროვნებაშია დარჩენილი. გადმონაშთი რაღაც. აი ის რაც დღეს არის. წულუკიანის საქართველო, სააკაშვილის საქართველო, ივანიშვილის საქართველო, აი ამათი. და მე ამათზე როლუცები ღმერთმა დაგლოცოს, გთხალ ბატონო თეა, ნაცები რომ მოგრამაგრად მიჯირყვნე. ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა ომი კი არა დედის წყნა და მამის შიმშილი უნდა იყოს მაგ. ღირსი ხართ. ყველა ვინ ჩუმად ახართ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არ დამიწყოს ახლა ვინმე რამეებზე ლაპარაკი, რომ ან ზნეობაზე, ან მორალზე. არა ქართულ საზოგადოებაში მორალი დარჩენილი. მაგ ფულზე იყიდება ყველაფერი. კარგად ზანდებოდა ესეთი არაფრის თქვა არ მინდა რა. არ იმსახურებს, კიდე ერთხელ ვამბობ რა. და ეს სისხლი იყო დაღვრილი უაზროდ და ტყუილად. არ იმსახურებს ეს ქვეყანა და ეს ერი არსებობას. იმ მონაცემებით, რა მონაცემებითაც არის დღეს. ვისაც გონიათ რომ იმსახურებს, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.